იმისთვის რომ იყო ლამაზი, არ არის საკმარისი იყო ლამაზი, წერდა ალბერ კამიუ და არავინ იცის რას გულისხმობდა ზუსტად ამ სიტყვების მიღმა. და მაინც, რას ნიშნავს იყო ლამაზი? ალბათ ამომწურავად ამის თქმა თვით გამოჩენილ მოაზროვნეებსაც გაუჭირდებოდათ, თუმცა ერთი რამ ნამდვილად ეჭვს გარეშეა. ტუჩის დაშვებული კუთხეები, თვალის ირგვლივ გაჭენილი ნაოჭები და დაღარული შუბლი არასდროს არავის ჩაუთვლია ლამაზად. სწორედ ამიტომაა, რომ დღესდღეობით სილამაზის ინდუსტრიის მძლავრად ამუშავებასთან ერთად სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება ნაოჭების მოცილება და ახალგაზრდული იერის დიდხან შენარჩუნება. შესაბამისად, სულ უფრო მზარდია მოთხოვნილება პლასტიკურ ესთეტიკურ ქირურგებზე. ამასთან ერთად კი მატულობს წარუმატებელი ოპერაციების, ამ საქმით დაკავებული დილეტანტებისა თუ უბრალოდ არაკეთილსინდისიერი სპეციალისტების რაოდენობაც. სად გადის ზღვარი მედიცინასა და ბიზნეს შორის? რატომ მატულობს დღითიდღე პლასტიკური ოპერაციების შედეგად დასახიჩრებულ ადამიანთა რაოდენობა და ვინ არის ის ადამიანი, ვისაც უშედეგო ოპერაციების შემდეგ განვითარებული სავალალო შედეგების გამოსასწორებლად მსოფლიოს ყველა ქვეყნის პაციენტები მიმართავენ? დარჩი ჩვენთან ერთად და ყველა ამ კითხვაზე პასუხი პულსის მორიგის სიუჟეტიდან მიიღეთ. ხიბლავთ ვივიენ ლის ცხვირი, იქნებ სოფი ლორენის ტუჩები, ბრიჯიტ ბარდოს ყვრიმალები ან თუნდაც მერლინ მონროს ბიუსტი. იქნებ სულაც ეს ლამაზმანები ჟურნალების ფერადყდებზე რომ იწონებენ თავს. მაშინ გამოიყენეთ საკუთარ თავზე პლასტიკური ქირურგიის საოცარი შესაძლებლობები და ოცნება რეალობად. სურვილი მიღწეულ მიზნად გადაიქცევა. ყოველ შემთხვევაში ასე გვარწმუნებენ ხმაურიანი რეკლამები. არადა სინამდვილეში ხშირად ყველაფერი პირიქით ხდება და არც თუ იშვიათად დრამატული ფინალითაც კი срулდება. Я выключала телефон, ни с кем не разговаривала. Да я сейчас стараюсь поменьше разговаривать. Но вы знаете, каждый человек как бы сломлен он не был, он все-таки выпрямляется. И когда я поняла, что таких людей, которые не имеют права заниматься медициной, и мы обязаны об этом говорить, ну хорошо, пускай меня осуждают, что я пошла на такую операцию. Я обязана сказать, что нельзя открывать в таком количестве платных клиник и брать людей, которые не владеют профессией. Понимаете? Потому что калечить человеческие судьбы не имеет права никто. კალიჩი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ გამხდარიყო უფრო ახალგაზრდა და უნდოდა ფილმში მონაწილეობის მიღება და ამისთვის და გახდა მსხვერპლი ამ პირდაპირ ვიტყვი და არ შემწყვება ამის თქმის უცოდინარი ქირურგის, იყო სავალალო მდგომარეობაში. იგი იკლავდა თავს. Да после того, как это случилось, я была в таком отчаянии, просто в жутком отчаянии. Вы знаете, я, честно говоря, была на грани суицида. Мне казалось, что это никогда не исправится. კალიჩმა გადაიხადა საკმაოდ დიდი თანხა 8000 ევრო მე მგონი ნაცნობობით და გაუკეთეს ეს ოპერაცია და შემდგომ გადაიხადა მან კიდევ ნერვის რევიზიისთვის დაახლოებით $6000. ეს თანხები მხოლოდ მცირე დანაკარგი აღმოჩნდა იმ დიდ მსხვერპლთან შედარებით, რომელიც ალონა კალიჩმა გადაიტანა. მდგომარეობიდან ცნობილი მსახიობი ქართველმა ქირურგმა ციცინო შურღაიამ გამოიყვანა და თანაც სრულიად უსასყიდლოდ. В нашей стране это делает только она. И если бы у нас давали приз за золотые руки, за внимание к пациенту, то, конечно, этот приз должны были вручить Цуцуно Михайловну, вообще поставить ее на пьедестал. Потому что такое количество людей, которые спасла она, и она меня просто спасла в буквальном смысле от петли. ციცინო შურღაია ამჟამად თბილისში იმყოფება, მშობლიურ ქალაქში, სადაც მას სულ რამდენიმე დღის წინ უნიკალური საქველმოქმედო ოპერაცია ჩაატარა. პაციენტი, რომელსაც მე ხა ოპერაცია გაუკეთე, ადრე იყო ჩემთან მოსული. საქმე იმაშია, რომ მათ არანაირი საშუალება არ აქვთ. გარდა იმისა, რომ თქვათ ექიმის ჰონორარი გადაიხადონ საოპერაციო წამლების და გარკვეული მომსახურებების ფული. ამიტომ დიდი მადლობა მინდა უთხრა ჯანმრთელობის მინისტრს, რომელიც დაგვეხმარა იმაში, რომ ეს ოპერაცია ჩაგვეტარებია. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ციცინო შურღაიას ხელების წყალობით კიდევ ერთმა ადამიანმა დაიბრუნა 12 წლის წინ დაკარგული ჯანმრთელობა, დაიბრუნა სრულფასოვანი ცხოვრების უფლება. პაციენტი 18 წლის ბიჭი, რომელიც 12 წლის წინ 6 წლის ასაკში მოყვა ავტოკატასტროფაში და ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო. იგი პარალიზებული იყო არა მარტო სახეზე, არამედ კიდურებზეც და გარკვეული სერიოზული სხვა პრობლემებიც ჰქონდა. მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, სახე ეს არის ადამიანის სულის სარკე
და პირველ რიგში ადამიანი საზოგადოების სრულყოფილი წევრი რომ იყოს, სახე უნდა კონდეს იმდენად მოწესრიგებული, რომ იგი არ განიცდიდეს არასრულფოსოვნების კომპლექსი. სირთულით კატეგორიის სირთულით ეს ოპერაცია ჩვენთან არსებობს კლინიკაში 10 კატეგორიანი სისტემა და მე-9 კატეგორიის სირთულეს ოპერაციას მიეკუთვნება, იმიტომ რომ აქ გამოიყენება უახლოესი მიკროქირურგიული ტექნიკა და უახლოესი ეგრეთ წოდებული კორტექსის იმპლანტები, რომელთა საშუალებითაც შეიძლება მივახციოთ იმ შედეგს, რომელსაც პაციენტი ელოდება. ძალიან უხეშ შედარებას გავაკეთებ, მაგრამ ასე ლექციების დროს და ექიმებსაც კი უხსნი. არსებობს ნატურა და არსებობს სადენი. თუ კი ნატურა გადაიწვა, რაც არ უნდა ვთქვათ, გავამთელოთ სადენი, შუქი მაინც არ გვექნება. ესევე არსებობს ნერვი და არსებობს კუნთი. ამ შემთხვევაში 12 წლის ტრავმის შემდეგ არ არსებობს არც კუნთი და არც ნერვი. ამიტომ ჩვენ გვჭირდება აი ამ სამოძრაო აპარატის აღდგენა. მოძრაობს, როგორც თქვენ იცით, ადამიანში მარტო კუნთები. იმ შემთხვევაში, თუ მასთან შესაბამისად ნერვით მიეწოდება ნერვის იმპულსი. ამიტომ აქ საჭირო იყო კუნთის აღდგენას და ნერვის აღდგენას. კუნთი აღდგენილი იქნა, გამოყენებული იქნა საღეჭი კუნთი ერთ-ერთი და გამოყენებული იქნა ნერვის ტრანსპლანტატი, რომელიც აღებული იქნა ფეხიდან, გადაინერგა და შეუერთდა კონტრალატერალურ მხარეს ჯანმრთელ სახის ნერვს და ეს მოგცემს შემდგომში იმის საშუალებას, რომ მიღებული მოძრაობები იყოს ადეკვატური, სინქრონიული, სიმეტრული და სრულიად მისაღები პაციენტისთვის. აღსანიშნავია, რომ იმ პაციენტების დიდი ნაწილი, რომელიც ციცინო შურღაიას საქართველოში ჩამოსვლას და საქველმოქმედო ოპერაციების ჩატარებას მოუთმენლად ელოდება ბავშვებია. ბავშვები, რომლებსაც ისევე სურთ ცხოვრება, როგორც მათ თანატოლებს. ეს კი უაღრესად რთული და ძვირადღირებული ოპერაციის ჩატარების გარეშე უბრალოდ შეუძლებელია. იმისაც რომ მათ ჩვენ დავეხმაროთ, რომ მართლა მათთვისაც ცხოვრება მშვენიერი იყოს და მათაც იმ ფერებში დაინახონ ეს სამყარო რა ფერებშიც ჩვენ ვხედავთ ჯანმრთელი ხალხი, ალბათ სასურველია დავეხმაროთ. საქველმოქმედო ოპერაციების გაკეთებაზე მე ყოველთვის ვარ მზად, ყოველთვის მზათა ვარ დავეხმაროთ ჩემს სამშობლოს, ჩემს საქართველოს და იმ ბავშვებს, რომელთა მშობლებს დღეისათვის არანაირი საშუალება არ აქვთ უმკურნალო თავიანთ ბავშვებს და ამით ალბათ ისინიც რაღაცნაირ სინდისის ქეჭნას გრძნობენ თავიანთი შვილების წინაშე. სულ ცოტა ხნის წინ ციცინო შურღაიას რუსეთის საუკეთესო პლასტიკური ქირურგის საპატიო წოდება მიენიჭა. მრავალთა შორის კიდევ ერთი ჯილდო პროფესიონალიზმისა და სამედიცინო გულისხმიერებისთვის. აქ საქმე ეხებოდა შერჩევის ესეთ სისტემას. იმის მიხედვით აძლევდნენ ქირურგს საუკეთესო, რომელსაც არ ქონია არასოდეს პაციენტებთან სასამართლო პროცესი, ანუ არ ყოლია უკმაყოფილო პაციენტი. ალბათ არ ვიცი რისი ბრალია, ალბათ ღმერთი მიცავს, არასოდეს პაციენტებთან ესეთი გარჩევა სასამართლო გზით არ მქონია და არასოდეს ჩემი პაციენტი არ დარჩენილა საოპერაციო მაგიდაზე. ქირურგს იცით რა აძლევს გამბედაობას, ორი რამე, აბსოლუტური უცოდინარობა და აბსოლუტური პროფესიონალიზმი. ახლა კი ორიოდე სიტყვით იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაში ითვლება ექიმი დამნაშავედ და შესაბამისად სათანადო სასჯელიც ენიჭება. ექიმი ისჯება 5 შემთხვევაში, მაშინ როდესაც გულგრილად მოექცევა პაციენტს ოპერაციის შემდეგ, გაუკეთებს იმ ოპერაციას, რომელიც გაკეთების უფლება არ აქვს. გაუკეთებს ოპერაციას იმ პირობებში, სადაც არ შეიძლება ამ ოპერაციის ჩატარება, გარდა ამისა სპეციალურად მოინდომებს და გაუკეთებს ცუდ ოპერაციას, ანუ დაამახინჯებს და ექიმის მიერ ჩატარებული ოპერაცია მიაყენებს ზიანს ავადმყოფის ზოგად მდგომარეობას. დღეისათვის მე რამდენადაც ვიცი, უამრავი პაციენტები ესთეტიკური ოპერაციების შემდეგ არიან კომაში ჩავარდნილები, 5-6 წლის განმავლობაში უკვე აპარატის ქვეშ და ქირურგები, რომელთაც ეს ოპერაცია შეასრულეს, აბსოლუტურად ამაში არიან დამნაშავე. საერთოდ არ აწუხებთ ეს პრობლემა და აგრძელებენ აი ამ ოპერაციების კეთებას. და დასასრულს რამდენიმე პრაქტიკული რჩევა ქირურგ შურღაიასგან ქართულ პაციენტებს. პლასტიკური ქირურგიის მრავალწახნაგა სამყაროში უსაფრთხოების შესანარჩუნებლად და უბრალოდ სასარგებლო ინფორმაციის მისაღებად. პირველ რიგში პაციენტებმა უნდა შეისწავლონ ის ქირურგი, რომელთანაც მისვლა უნდათ. შეისწავლონ მისი თქვათ ისტორია, მისი ბაზალური განათლება, მისი სამუშაო ადგილი, მის მიერ შესრულებული ოპერაციები და აი ამ ოპერაციების მეთოდებიც. გარდა ამისა,
ყველაზე მთავარი მე მგონი ის არის, რომ ყოველმა პაციენტმა გააკეთოს ესეთი ანალიზი, დაუკავშირდეს იმ პაციენტებს, რომელთაც ამ ქირურგმა უკვე შეასრულა, გაუკეთა პლასტიკური ოპერაციები და შეეკითხოს თუ რა დაუშვას ყველა თავისთვის საინტერესო შეკითხვა. რამდენ ხანს გრძელდებოდა რეაბილიტაციური პერიოდი, როგორ კმაყოფილი ხართ ამ ქირურგის, გეტყობათ თუ არა ნაწიბურები, ხარ თუ არა კმაყოფილი საერთოდ ოპერაციის, მიიღეთ თუ არა ის შედეგი, რასაც ელოდებოდით და სწორედ ამის შემდეგ შეიძლება მივიდეს ეს პაციენტი ამ ქირურგთან. ქირურგის შერჩევა არის მთავარზე მთავარი, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება სახეს, რადგანაც სახე ადამიანის განუმეორებელია. ნერვის გადაჭრა, სახის დაზიანება ძალიან მარტივია, მაგრამ უკვე ამის გასწორება ძალიან ძნელი და დაკავშირებული ძალიან რთულ, ძვირად ღირებულ და მაღალი ტექნოლოგიის ოპერაციებთან. პაციენტები ყველაზე მეტად უნდა უთხროდნენ ძალიან ხმამაღალ რეკლამას და სამწუხაროდ ეს ხმამაღალი რეკლამა დღეს ხელმისაწვდომია და ეს არ თამაშობს პაციენტების სასარგებლოდ. ასეთი გახლავთ უცხოეთში მოღვაწე ერთი ქართველი ექიმის თბილისური შემოდგომა. საქველმოქმედო ოპერაციებით, სასარგებლო რჩევებით მათთვის, ვინც ამას ყველაზე მეტად საჭიროებს და რა თქმა უნდა, სურვილებით, მომავალი ვიზიტის, კიდევ ბევრი კეთილი საქმის გაკეთებისა და მშობლიური ქვეყნისთვის სარგებლობის მოტანის.